ამ ვიდეოზე მოგიყვებით, როგორ ხდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. არსებობს ორი ხერხი და პირველს უკვე ვიდეოზე ხედავთ, ეს არის პირდაპირი პუნქცია, მაგალითად, მენჯის ძვლის და იქიდან ძვლის ტვინის ასპირაცია. მეორე მეთოდი შედარებით უფრო დამზოგავია და ამ დროს დონორს 4-5 დღის განმავლობაში უკეთდება კანქვეშ სპეციალური მედიკამენტი, რომელიც არის გრანულოციტების კოლონიის მასტიმულიზებელი ფაქტორი. მარტივად რომ აგიხსნათ, ამ თერაპიის განმავლობაში სტიმულირდებიან ძვლის ტვინში ჩვენი სისხლის შემადგენელი უჯრედების წინამორბედი უჯრედები, ანუ პროგენიტორი უჯრედები და ისინი პერიფერიულად სისხლში ხვდებიან, რის შედეგადაც ექიმებს საშუალება ეძლებათ აი ამ მეთოდით, რასაც ლეიკოციტების აფერეზი ქვია, ანუ სისხლის გავლის სპეციალურ მოწყობილობაში, ეს პროგენიტორული უჯრედები სისხლისგან გამოყონ და სისხლი დააბრუნონ უკან დონორის ორგანიზმში. რაც შეეხება პირდაპირ პუნქციას, ანუ პირველ მეთოდს, რაზეც ვსაუბრობდი, ამ დროს ხდება, როგორც გითხარით, მენჯის ძვლის პირდაპირი პუნქცია, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, ამიტომ როგორც წესი კეთდება ხოლმე მოკლე ნარკოზის თანხლებით. ამ მეთოდით პირდაპირ ხდება ძვლის ტვინის და შესაბამისად იმ წინამორბედი უჯრედების ასპირაცია. ამ ჰემატოპოეტური უჯრედების ტრანსპლანტაცია კი ხდება შემდეგ პაციენტებში, რომელთაც აქვს ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებები, როგორებიც არის მაგალითად სხვადასხვა სახის ლიმფომები და ლეიკემიები.